საქმე შევასრულო სამხედრო წესების ყველა მოწყობილებას გამოგზავნება პარალელს ვერტი და ჩვენთან ერთად აი ამ ძალიან ემოციური ან მით უმეტეს აი ამდენი ადამიანი ერთდროულად მიწდებს და გადაწყვიტეთ ემსახუროთ თქვენ ქვეყანას სწორედ აი ამ ფორმით. მადლობა ბიჭო. აი ამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის, დიდი ძალისხმევისთვის რაც თქვენ შეძენთ. დროს ჩვენ შევისწავლეთ სამხედრო საქმე. დროისათვის როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ რეზერვისტების უმრავლესობას ჩავიწყეთ თავდაცვის ძალების, ეროვნული გვარდიის, დინარობდა საწყის საბრძოლო მომზადება. ვემსახურები საქართველოს. ვემსახურები საქართველოს. ვემსახურები საქართველოს. ვემსახურები საქართველოს. ვემსახურები საქართველოს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აქ ყოფნა, რადგან ბავშვების ოცნება ავისრულე და მომეცა საშუალება რომ დგარიყავი ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე და დავდგე ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე. ძალიან დიდი მადლობა თავდაცვის სამინისტროს რომ მოგცა საშუალება რომ მიგვეღო მონაწილეობა ამ ყველაფერში. ჩემთან უტოლებს პირველ რიგში იმას ვეთქვი რომ თითოეული ვაჟკაცის მოვალეობა არის რომ ფორმა ჩავიცვათ. არ არის მარტივი საქმე ნამდვილად და ყველამ უნდა გავიაროთ ეს გზა. იმიტომ რომ კაცები ქვია, სამშობლოს უნდა ვემსახუროთ. ხოლდაზე ჩვენი შვილები აიღებენ მაგალითს, ახალგაზრდები და არ არის ეს ისეთი საკითხი, რომ გვერდზე გავწიოთ. არამედ წინ უნდა დავაყენოთ და თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა იფიქროს იმ საკითხზე, რომ მე რომ ჯარში წავალ, რა მოხდება, რა შეიცვლება. პასუხისმგებლობა გემატება. მზარდი არის ახალგაზრდების და სტუდენტების მომართვიანობა, რომელიც კიდევ უფრო შთამბეჭდავი არის ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების ფორმირებისათვის, თავდაცვის ძალების გაძლიერებისათვის, ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის და მინდა მიულოცო ყველა დღევანდელ ტერიტორიული თავდაცვის ძალების რეზერვისტებს, რომლებიც შეუერთდნენ თავდაცვის ძალებს. დღევანდელი დღე ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. იმიტომ რომ აი ვიყავი ამაყიდე და იმიტომ რომ ჩემმა შვილმა დადო ქვეყნის და ერის წინაშე ფიცი, რომ უნდა ემსახუროს თავის ქვეყანას და ეს იმდენად ამაღელვებელია, რომლებიც კი გადმომცივდა, იმდენად ბედნიერი და ამაყი ვიყავი, რადგანაც დღეისობით აი ეს мотиваცია, ქვეყნის პატრიოტიზმი და ეს სულისკვეთება ამ ბავშვებში რომ დავინახე, აი საოცარი ემოციის მატარებელი იყო. მადლობა მინდა უთხრა ქართულ ჯარს, რომ ამ შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს. ძალიან რთული იყო და ძალიან რაღაც სხვა ემოცია იყო. ესეთი ემოცია არასდროს არ მქონია. როდესაც შენ შვილს ეხება, როდესაც ხედავ რომ შენი შვილია ამ ყველაფრის შუაგულში, კიდევ უფრო ასმაგად მივხვდი და 1000 მაგად რომ მეც ვემსახურები საქართველოს.